დღეს 29 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებაზე იმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით აზრებში წირვა-ლოცვა აღევლინა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმერთის სასუფეველის შესახებ ესაუბრებოდა. იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მე-40 დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე უთხრა, არსა წასულიყვნენ იერუსალიმიდან, ვიდრე მათზე არ გადმოვიდოდა სულიწმიდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზესად ამაღლდა. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. ამაღლებასთან დაკავშირებით გადმოცემულია წმინდა წერილში, კერძოდ 4-ვე სახარებაში და მოციქულთა საქმეებში. მოციქულთა საქმეები უფრო ღრმად გადმოგცემს ამაღლების მნიშვნელობას. როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით და გამოეცხადა განკურნებული სხეულით მოციქულებს და თომას, ის ამაღლდა ზეცად და დაჭდა ღვთის მარჯვნივ. ემის და ყურადღება გამომახვილო მოკლედ ღვთის მარჯვნივ მჯდომობის შესახებ. ღვთის მარჯვნივ მჯდომობა ნიშნავს მისი ღვთაებრივი დიდებას და პატივს, ანუ ის, ვინც მანამდე არსებობდა და რომელმაც ყველაფერი შექმნა, მოვიდა ადამიანის სახით, მან შეისხა მთლიანი ადამიანური ბუნება და ადამიანის სხეული მიიყვანა ღმერთამდე. ადამიანური სული, ადამიანური გონება და ადამიანური სამშვენველი. რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაღლების მნიშვნელობა? ჩვენ როდესაც საფლავებზე მივდივართ, გაგებაში არ არიან ადამიანები, რატო ასხავენ ღვინოსა და წყალს. ღვინისა და წყლის დასხმა ნიშნავს ვერთმა ხედავთავა რომ ლახვრიდან აყო გვერდი მისი და გარდა მოხდა სისხლი და წყალი. და როდესაც პურს აწოვენ ხოლმე ღვინოში, ნიშნავს სხეულისა და სულის შეერთებას, რაც მოხდება მეორეთ მოსვლის პერიოდში, ანუ ჩვენც ვისაც უნდა ქრისტეს დამყოფობა, ჩვენც ავმაღლებით ზეცაში. ეს არის მნიშვნელობა ამაღლებისა. დანარჩენი ბევრი ადამიანი აღდგა მკვდრეთით, ლაზარეც, ყოლა წმინდა ღვთისმშობელიც ატაცებულია, ელია წინასწარმეტყველიც, მაგრამ ამაღლება როგორც ასეთი განკურნებული სხეულისა და მამა ღმერთთან შეერთებისა, ეს მხოლოდ იესო ქრისტეში მოხდა ღმერთში და კაცში, რომელიც ჩვენ გველოდება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დღეს. ღმერთმა დალოცვილები და გახარებულები გამყოფოთ.